რა მიზნები აქვს მეგობრებო აი ამ სამი მიმართულების ჩაშლას ამ სამი მიმართულების კუთხით ვალდებულების დაკისრებას მასწავლებლებისთვის მოდის შევშალოთ. მიზნებს რაც შეეხება სწავლების მიმართულების ვალდებულების დაკისრების მიზანი მასწავლებლებისთვის არის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. ასევე მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე მიმართული პროცესების და კოლეგების მხარდაჭერა. აი ეს არის ზოგადი მიზანი, რა მიმართულებითაც ჩვენ უნდა განვახორციელოთ ჩვენი ვალდებულებები თუ კარიერული წინსვლა. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ეს არის მართვა ადმინისტრირება, ხო? რა მიზანი აქვს სქემას, როცა მართვა ადმინისტრების მიმართულებით ვალდებულებას უწესებს წამყვან თუ მენტორ მასწავლებელს თუ კარიერული წინსვლის მსურველ უფროს თუ წამყვან მასწავლებელს. მისი მიზანია სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება, ასევე პრევენციული და ინტერვენციული მიდგომების თუ მექანიზმების შემუშავება, ამოქმედება და ეფექტურობის შეფასება მეგობრებო და ასევე მიზანი მისი არის ის, რომ მიზნობრივი სასკოლო პროექტების და აქტივობების კოორდინაცია მოხდეს სკოლაში და ამითი გარკვეული პრობლემები იქნას აღმოფხვილი. რაც შეეხება კვლევით მიმართულებას. კვლევით მიმართულებაში რა არის მიზანი, როცა სქემა გვისაზღვრავს გარკვეულ ვალდებულებებს. მიზანი არის ის, რომ განხორციელდეს სკოლაში გარკვეულ ძირითად მიმართულებებში სწავლება იქნება ეს თუ მართვა ადმინისტრირება კვლევები, ასევე სკოლაში მიღებული იქნას მეგობრებო მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და წარმატებული კვლევის შედეგად წარმატებული გამოცდილებები დაინერგოს სხვა სკოლებში თუ იგივე სკოლაში, სადაც ჩვენ კვლევას ვაწარმოებთ. აი ეს არის ის მიზნები, რის გამოც ეს სამი მიმართულება განისაზღვრა. მოდით ახლა გადავიდეთ ფუნქციების განაწილებაზე. აი ამ კონკრეტული სამი მიმართულების ქვეშ უნდა გადანაწილდეს, უნდა გამოიკვეთოს უпростоრად ფუნქციები, რომელ ფუნქციებსაც დავაკისრებთ ჩვენ წამყვან მენტორ მასწავლებელს მისი ვალდებულების ფარგლებში და ეს ფუნქციები მეგობრებო, რა თქმა უნდა, განისაზღვრება იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი კითხვარით გამოვავლენთ თუ სხვა მონიტორინგის საშუალებებით, რომლებსაც სკოლაში კითხვარის გარდა ვაწარმოებთ. ფუნქციებს როგორ ვანაწილებთ? ნახეთ, ჯერ საჭიროებების გამოკვეთაზე გავაკეთოთ აქცენტი. საჭიროებებს გამოყვეს, რა თქმა უნდა, იმ შევსებული კითხვარების საშუალებით, რომლებსაც დღესაც მუშაობთ სკოლები, სასკოლო საზოგადოებები, ხოლო რაც შეეხება ფუნქციებს უკვე მეგობრებო, გამოკვეთის საჭიროებზე დაყრდნობით შეიმუშავებს სკოლა და რესურს ცენტრი, რათა ეს ფუნქციები სექტემბერში გადაუნაწილოს უკვე ვალდებულების მქონე წამყვან თუ მენტორ მასწავლებელს და შემდეგ რა ფუნქციებიც მორჩება უკვე კარიერული წინსვლის მსურველ მასწავლებლებს გადაუნაწილოს. მოდით სავარაუდო ვადებს გავყვეთ. ძალიან გთხოვთ მიკროფონები გათიშეთ, მიკროფონები ძალიან გთხოვთ გათიშეთ. ითიშეთ ყველას გთხოვთ. ყველას გაუთიშე, მაგრამ არ გაითიშა წეგანი. გავუთიშოთ ყველას. ნახეთ, ერთი წამით მე გავუთიშავ ახლა ამ ადამიანს. კარგით. ეხლა ვადებს მივადევნოთ მეგობრებო თვალი და რაღაც თანმიმდევრული პროცესებიც რომ წარმოგვიდგეს, კერძოდ სქემის ფარგლებში რა ღონისძიებები გვაქვს გასატარებელი. პირველი, რითაც სქემის ამოქმედება დაიწყო, ეს არის მონაცემების შეგროვება და ჩვენ ვიცით, რომ კითხვარები, რომლების ბმულები მივიღეთ, რომლის ისინი პინ-კოდები მივიღეთ, უკვე შევსებული გვაქვს უმეტესობას, მასწავლებელს, თუ ადმინისტრაციას, თუ მოსწავლეს, თუ მშობელს და ნახეთ, ეხლა ამ კითხვარებიდან გამომდინარე, ჩვენ მონაცემები უნდა მივიღოთ. მონაცემების
მიღებასთან დაკავშირებით ამ წუთას ვადა არ უწევს, თუმცა ნახეთ კითხვარების პერიოდში, როცა ჩვენ კითხვარებს ვავსებთ, უკვე მივიღეთ მორიგი დავალება, რომ ჩვენ უნდა შევარჩიოთ მიმართულებები. მიმართულებების შერჩევა, როგორც ვიცით, 7 ივლისის ჩათვლით ავადა, ანუ ზედ სამშაბათს სრულდება. სამშაბათს შეგიძლიათ მეგობრებო, დღის განმავლობაში იფლოუთი წერილები გადაუგზავნოთ თქვენს სკოლას და ამის შემდეგ უკვე მიმართულებების არჩევის შესაძლებლობა ამ ეტაპზე აღარ გექნებათ. რაც შეეხება მორიგ ეტაპს, რომელიც აქ არის უკვე მოჩვენები, ეს არის სკოლის უკვე რა ხდება კითხვარების შევსების შემდეგ, ანუ 10 ივლისს უკვე სრულდება კითხვარების შევსება და თქვენ ავტომატურად თქვენ სკოლის ელექტრონულ პოსტაზე მიიღებთ შეფასების ანგარიშს. შეფასების ანგარიში უკვე კითხვარების ვით მოგროვილი ინფორმაციის ერთგვარი ნაკრებია. თავისთავად შეფასების ანგარიშის საფუძველზე უკვე სკოლას ევალდებულება, რომ საჭიროებები განსაზღვროს. საჭიროებების განსაზღვრის პროცესი დაიწყება 10 ივლისის შემდეგ, კერძოდ უფრო iyulis-augustos პერიოდს მოიცავს და აგვისტოს შუა რიცხვებში უკვე საგანმანათლებლო რესურს ცენტრებს უნდა მივეწოდონ სკოლებმა გამოკვეთილი საჭიროებები მეგობრებო. აქაც თქვენ დაუკვირდებით იმას, რომ ნახეთ საჭიროებების იდენტიფიცირებასაც გარკვეული კომპეტენციები ჭირდება და ძალიან მინდა რომ სკოლებმა გამოიჩინოთ რაღაც ერთმანეთის გვერდში დგომა, კოლეგიალობა და რაღაც ერთობლივი რაღაც ურთიერთდახმარებით როგორღაც მოახერხოთ და საჭიროებების იდენტიფიცირება შეძლოთ შეფასების ანგარიშის საფუძველზე, რომელსაც თქვენ კიდევ ვიმეორებ, ავტომატურად მიიღებთ თქვენ სკოლის ელექტრონულ პოსტაზე. რაც შეეხება შემდგომი ნაბიჯი უკვე არის გამოვლენილ საჭიროებებზე დაყრდნობით ფუნქციების განსაზღვრა. ნახეთ კი ბატონო, საჭიროებებს მივაწვდით ჩვენ საგანმანათლებლო რესურს ცენტრებს, მაგრამ ეს არ არის ბოლო პროცესი, ხო? ჩვენ საჭიროებები გვჭირდება იმისთვის, რომ ფუნქციები განსაზღვროს. რატომ გვჭირდება ფუნქციების განსაზღვრა? იმიტომ რომ ჩვენს მასწავლებლებს, რომლებიც ვალდებულების მქონენი არიან თუ კარიერული წინსვლის მსურველები, განუსაზღვროთ ეს ფუნქციები, რომ წლის განმავლობაში განახორციელონ მეგობრებო ეს ფუნქცია, შეასრულონ ეს ფუნქციები. ფუნქციების განაწილება სექტემბერში მოხდება წამყვან მენტორი მასწავლებლებისთვის, ვისაც ვალდებულება აკისრია მიმართულებით, დანარჩენად კარიერული წინსვლის მქონე მსურველი, უпростоრად, უფროსი მასწავლებლები და წამყვანი მასწავლებლები უკვე მორჩენილი ფუნქციების მიმართულებით გააკეთებენ განაცხადებს აუცილებლად თან დაურთავენ არჩეულ მიმართულებას და ასევე თავის ხედვას თუ არჩეული მიმართულების კუთხით რას აპირებენ, რას ფიქრობენ, როგორ აპირებენ ამ მიმართულებით მუშაობას და რა თქმა უნდა ის სკოლის ბაზაში ატვირთავენ. ამას კიდევ სხვა პროცესები მოყვება, თუმცა დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არის მიმართულებების კიდევ უფრო დეტალურად შაშლა და სწორად გააზრება, რათა 7 ივლისის ჩათვლით უკვე საბოლოოდ კარგად ჩამოყალიბებული გადაწყვეტილებით შევარჩიოთ მიმართულება და მოდით ჩავშლი მიმართულებებს მეგობრებო თქვენის ნებართვით. ეხლა რაც შეეხება მიმართულებებს, აი საერთოდ მივყავართ ამ მიმართულებებს და რა არის? ეს ხომ არ არის უცხო რაღაც, ეს არის სკოლის ნაწილი და მე მაინც მინდა რომ ეს მიმართულებები დაუკავშირო ავტორიზაციის 4 სტანდარტს, რომელიც ძალიან კარგად იციან ავტორიზებულმა სკოლებმა და ასევე ალბათ კარგად იციან საავტორიზაციო სკოლებმა, რომლებიც ემზადებიან ავტორიზაციისთვის, ხო, ავტორიზაციის გავლისთვის. როგორ შეიძლება დაუკავშიროთ ახლა ეს მიმართულებები, სწავლება, ადმინისტრირება, გამართვა ადმინისტრირება და კვლევა, აი ავტორიზაციის 4 სტანდარტს. ნახეთ, ზოგადად სკოლაში არსებული საქმიანობები და სკოლაში განხორციელებული საქმიანობები მოიცავს 3 დემინგის ციკლის შესაბამისად იშლება 3 ნაწილად. ეს არის
მართლობითი პროცესები, ძირითადი პროცესები და დამხმარე პროცესები, ხო? მაგრამ წამყვან მენტორ მასწავლებელს და კარიერული წინსულის მსურვალ მასწავლებელს სამინისტრო უსაზღვრავს მხოლოდ ვალდებულებას და მხოლოდ ორი მიმართულებით. ეს არის მართლობითი პროცესები, ანუ ავტორიზაციის პირველი სტანდარტი სკოლის ფილოსოფია და ძირითადი პროცესები. ძირითადი პროცესი კიდევ ჩვენ ვიცით, რომ სწავლას-სწავლებას მოიაზრებს, მოსწავლეს მოიაზრებს და ამ მიმართულებით ავტორიზაციის ორი სტანდარტი, სასკოლო კურიკულუმი და მოსწავლეთა მხარდაჭერა არის ჩვენთვის სამიზნე. ანუ ავტორიზაციის ამ სამ სტანდარტს უკავშირდება, მეგობრებო, ის სამი მიმართულება, რაზეც ჩვენ ვისაუბრობთ და როგორ უკავშირდება, ეხლა დეტალურად ჩავშლით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ სკოლა იდენტობის გარეშე არ არსებობს და თავისთავად იდენტობას ქმნის სკოლის ფილოსოფია. სკოლის ფილოსოფია, რომელიც მოიაზრებს სკოლას როგორც გარკვეული მისიის მატარებელს, გარკვეული მიზნის დამსახავს იმ საერთო სამიზნისკენ, რასაც ქვია შედეგი და შედეგი საბოლოო ჯამში მაინც არის სრულფასოვანი 21 საუკუნეზე მორგებული მოქალაქის აღზრდა განვითარება, ხო? ამიტომ სკოლის საჭიროების კვლევის კითხვარი, რომლებიც სასკოლო საზოგადოებაში შევიდა, მეგობრებო, სწორედ ამ მიმართულებებს მოიცავს ავტორიზაციის პირველ სტანდარტს, ავტორიზაციის მეორე და მეოთხე სტანდარტს, რომელიც კიდევ მეორე მოიაზრებს როგორც სკოლის იდენტობას, მის სტრატეგიულ დაგეგმვა განვითარებას, ასევე მოიაზრებს მოსწავლას-სწავლებას და მოსწავლეთა მხარდაჭერას. მოდით ჩავშალოთ ახლა ეს მიმართულებები და შემდეგ უკვე ამ მიმართულებებს დეტალურად გავშლით. თქვენი კითხვარი, რომელიც არ არის პატარა, თუმცა მიმართულებებად გვაქვს ჩაშლილი, ძირითადად ორიენტაციას იღებს შემდეგი საკითხებისკენ. ეს არის სკოლის ფილოსოფია და სტრატეგიული მიზნების ასახვა სასწავლო პროცესში, რაც როგორც გითხარით, მართლობით პროცესს მოიცავს. მეორე ეს არის მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების ასახვა სასწავლო გეგმასა და სასწავლო პროცესში. ეს რა თქმა უნდა ძირითადად მოიაზრებს იმას, რომ მოსწავლეზე მორგებული უნდა იყოს სასწავლო პროცესი და სასკოლო ცხოვრება. მესამე მიმართულება მოიაზრებს სასწავლო პროცესის წარმართვას წინასწარ შეთანხმებული სასწავლო გეგმის შესაბამისად. აქ უცხო არაფერი არ არის, კურიკულუმებზეა, მეგობრებო, და სასკოლო კურიკულუმზე და საგნობრივ კურიკულუმებზეა საუბარი. მეოთხე მიმართულება მოსწავლეთა შეფასების შედეგების და სასკოლო საზოგადოების წევრთა უკავშირის ასახვას მოიაზრებს სასწავლო გეგმის განვითარებისას, ვინაიდან რო გაუმჯობესდეს სწავლა-სწავლების პროცესი, ამისთვის მოსწავლეთა შეფასების შედეგების და სასკოლო საზოგადოების აზრით და ურთიერთშეჯერება და მათი გათვალისწინება მოგვიწევს. შემდეგია სასწავლო რესურსებით უზრუნველყოფა, რომელიც სწავლა-სწავლების მიმართულებას მოიაზრებს. სასწავლო რესურსებით უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწავლა-სწავლების ეფექტურად განხორციელებისთვის, ხო? როცა კურიკულუმებს ვადგენთ, მეგობრებო, ჩვენ საგნის მასწავლებლები ყოველთვის ვაკეთებთ აქცენტს სასწავლო რესურსზე, ხო? რამდენად ეფექტურია, რამდენად მრავალფეროვანია ეს რესურსი, ამიტომ ამ ნაწილშიც თქვენ მიმართულებებში სწავლა-სწავლებაში ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება შემდეგი სწავლა-სწავლების მიმართულებაში მოსწავლეთა შეფასება, რომელსაც არანაკლებ დიდი როლი აკისრია იმისთვის, რომ პროცესები მიზანმიმართულად წარმართოთ, გინდათ გაკვეთილზე, გინდათ გაკვეთილის შემდეგ მოკვლევის კუთხით. მოსწავლის აკადემიური მხარდაჭერა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც თქვენი კითხვარები მოიცავს და ნახეთ, რა მინდა ახლა ბოლოს რო ჩავშლი ამას გეტყვით, რა დიდი მნიშვნელობის მქონია ეს მიმართულებები. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება და მისი მონიტორინგი ასევე ერთ-ერთი მიმართულებაა. ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო გარემო, რომელიც უკვე მართვა ადმინისტრების მიმართულებას მოიაზრებს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწავლა-სწავლება ეფექტურად განხორციელდეს სკოლაში. საგამრიგებლო პროგრამა ასევე ის რგოლია, რომელიც უნდა განვითარდეს, იმიტომ რომ ცალკეულ კლასთან, ცალკეულ მოსწავლესთან
აქვს შეხება ამ პროგრამას. შემდეგი არაფორმალური განათლების აქტივობის დაგეგმვა განხორციელება, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია სასკოლო კულტურის ეფექტურად განვითარებისთვის. მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის პროგრამა ასევე მნიშვნელოვანია და ესეც საჭიროებების კუთხით გათვალისწინებულია თქვენს სქემაში. საკომუნიკაციო არხები, თუ როგორ ხდება ურთიერთობა თანამშრომლებს შორის, მოსწავლეებს შორის, დირექციასა და მოსწავლეებს შორის, მშობლსა და მასწავლებელს შორის, დამრიგებელსა და დირექციას შორის, დამრიგებელსა და მშობელს შორის, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, მოსწავლესა და დირექციას შორის და ასე შემდეგ. საკომუნიკაციო არხების ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და აქედან გამომდინარე თქვენს მიმართულებებშია და მოიაზრებს მართვა ადმინისტრირების მიმართულებას და პროფესიული განვითარების გეგმა და პერსონალის პროფესიული განვითარების სისტემა. მეგობრებო, ასევე მართვა ადმინისტრირების კუთხით უნდა გავითვალისწინოთ და ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც კუთხით გამოიკვეთება საჭიროებები. ნახეთ, თქვენ სკოლაში სწორედ აი ამ მიმართულებებით გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისი ფუნქციების დაიტვირთებით წამყვან მენტორი მასწავლებლები. ეხლა რა გავიარეთ? კი ბატონო, 15 მიმართულებაა და მოდით ეხლა თითეული მინდა რომ ჩავშალოთ კიდევ უფრო დეტალურად, რომ თქვენ გაიაზროთ კარგად რას მოიცავს ეს მიმართულებები. თუმცა აქავე მინდა გაგაცნოთ კიდევ შეგახსენოთ თქვენს კითხვაში შეფასების ანუ როგორ ფასდება თქვენს მიერ გაცემული პასუხები, რატომ მინდა ეს გაჩვენოთ? იმიტომ რომ საჭიროება როცა გამოიკვეთება, ნახეთ, იქ აუცილებლად იქნება აქცენტი როგორ მაგალითისთვის სასწავლო რესურსი, იშვიათად სასწავლო რესურსის გამოყენება, იშვიათად ხდება გაკვეთილზე, ან უმეტესად ხდება, ან ზოგჯერ ხდება და ნახეთ, საიდანაც იწყება მეგობრებო, ზოგჯერ, იშვიათად, არასდროს, აი აქ არის უკვე საჭიროება. აქ იკვეთება საჭიროება, აქ იკვეთება პრობლემა და სწორედ ამ მიმართულებით, როცა თქვენ სკოლის დირექტორებს მიმართავ ამ შემთხვევაში, როცა მონაცემების ანგარიში მოგივას თქვენ, ამ ანგარიში ძირითადად აქცენტი იქნება გაკეთებული ამ ნაწილზე, რომელ კრიტერიუმშიდაც მეტად გამოიხატა აი ეს შეფასებები, აი იმ მიმართულებით დაგჭირდება თქვენ საჭიროებების გამოკვეთა და ამიტომ საჭიროებები რომ მიზანმიმართულად გამოკვეთოთ და ადეკვატურად აი იმ მონაცემთა ანალიზისა, ამისთვის დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, აი ამ მონაცემების კარგად გაანალიზებაც, რომ საჭიროებათ ის გამოკვეთოთ, რაც მართლა საჭიროებაა და არა ის, რაც არ არის საჭიროება და ამ ეტაპზე მაინც უფრო მაღალ ნიშნულზეა სკოლაში. ეხლა მოდით შევშალოთ ჩვენი მიმართულებები, აი ამის მიხედვით, სკოლის საჭიროებების კვლევის კითხვარის მიმართულებების მიხედვით ჩავშალოთ მეგობრებო, რომ უფრო გასაგები იყოს თქვენთვის. პირველი მიმართულება, როგორც გითხარით, სკოლის ფილოსოფია და სტრატეგიული მიზნების სასახვა სასწავლო პროცესში და რას მოიაზრებს. ვინაიდან ეს მიმართულება უკავშირდება მართვა ადმინისტრირებას, ძირითადად მოიაზრებს მეგობრებო იმას, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ეს პროგრამები იქნება, რესურსები იქნება, თუ რაც იქნება, თუ სასწავლო პროცესი, ზოგადად, თუ კურიკულუმები ეფუძნება სკოლის ფილოსოფიას და სტრატეგიულ მიზნებს. სკოლის ფილოსოფიაში კიდევ გავიმეორებ, რომ მოიაზრება სკოლის მისია, ხედვა, ღირებულებები, ასევე სტრატეგიული გეგმა, ანუ რომელიც სტრატეგიულ მიზნებს მოიცავს და აი ამ ფილოსოფიასთან კავშირი რამდენად აქვს თქვენ სკოლაში პროგრამებს, რესურსებს, გაკვეთილებს, თუ ასე შემდეგ, აი ეს უნდა გამოიკვეთოს. თუ გამოიკვეთება, რომ ნაკლებად აქვს კავშირი, მაშასადამე ეს იქნება საჭიროება, რომლის მიმართულებითაც თქვენ დაგჭირდებათ ფუნქციის შესრულება, გარკვეული ფუნქციის შესრულება. ეხლა რაც შეეხება მეორე, კიდევ რა მოიაზრება ამის ქვეშ, ის რომ
მონიტორინგი უნდა გაეწიოს, მეგობრებო, მონიტორინგი უნდა განხორციელდეს სკოლაში სტრატეგიული თუ სამოქმედო გეგმების განხორციელების მიმართულებით. მონიტორინგს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, თუ რამდენად მიზანმიმართულად ხორციელდება დაგეგმილი პროცესები. ამიტომ ნახეთ, თუ კი გამოიკვეთა, რომ თქვენ სკოლაში მონიტორინგი არ ხორციელდება სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმების ისე ან მეტწილად ნაკლებად ხორციელდება ან ასე შემდეგ, მაშინ რა თქმა უნდა საჭიროებაში გადავა და თქვენს მართვა ადმინისტრირების მიმართულებით მოგიწევთ შეიძლება მოგიწევთ ფუნქციის აღება ამ მიმართულების ამ გამოწვევის მოსაფრთხილებლად. შემდეგი რა შეიძლება მართვა ადმინისტრირების მიმართულებაში ამ კონკრეტულ სკოლის ფილოსოფიის ნაწილში შეგხვდეთ. აქ შეიძლება იყოს ის, რომ სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმების შესრულების შედეგების შესახებ განხილვები უნდა მოხდეს სკოლაში, უნდა ხდებოდეს და სასკოლო საზოგადოება უნდა იღებდეს მასში აქტიურ მონაწილეობას. თუ ეს არ ხორციელდება, მაშასადამე გამოწვევაა და საჭიროებაა და ამ მიმართულებით ფუნქციად გაიწერება. ასევე სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმების მონიტორინგის შედეგების საფუძველზე რამდენად ხდება სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმების კორექტირება, განახლება, განვითარება და სასკოლო ცხოვრებაში აი ამ მიგნებების თუ ამ გამოწვევების გათვალისწინება და ხო, აი ამ მიმართულებითაც შესაძლებელია საჭიროება გამოიკვეთოს. შესაძლებელია ასევე საჭიროება გამოიკვეთოს მიმართულებით, როცა სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შედეგები, შესრულების შედეგები არ არის მაგალითად საჯარო. იმიტომ რომ არც აქვს შედეგები ჩამოყალიბებული სკოლას და ამ ნაწილში შეიძლება დაჭირდეს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის დახმარება. და ესეც აი ეს არის საკითხები, მეგობრებო, რაც იქნება, როგორც ფუნქციები ჩაშლილი. შემდეგი სასკოლო საზოგადოების ინტერესების და მოსაზრებების გათვალისწინება ხდება თუ არა სასწავლო გეგმის შემუშავებისას. საგნობრივ კურიკულუმებზე ვაკეთებთ აქ აქცენტს. აქაც გარკვეული საჭიროება თუ იქნება, რა თქმა უნდა, ეს საჭიროება ფუნქციად გარდაიქმნება და გარკვეულ მასწავლებლებს შეხვდება, ვინც მიმართულებას მართვა ადმინისტრებას აირჩევს. მაგრამ სულ ეს არ არის მართვა ადმინისტრებაში, კიდევ გვაქვს მართვა ადმინისტრების მიმართულებით, მეგობრებო, საკითხები და მოდით მართვა ადმინისტრებით რადგან დავიწყე, რადგან მართვა ადმინისტრება არის სკოლის მმართველობითი პროცესი, მოდით გავაგრძელოთ და მეორე კრიტერიუმი იყო ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო გარემო. მოდით მანამდე მინდა დავადასტურო, ჩემი ხმა ისმის თუ არ ისმის? ისმის. რაღაც ხმა უნდა მოდიოდა და ითიშება უბრალოდ თქვენი ხმა. რო და დრო ითიშება? არა, ისმის, ჩემთან არ გათიშულა. ჩემთანაც არ გათიშულა. კარგით, მაშინ გავაგრძელოთ. ჩემთან ძალიან კარგად ისმის. კარგით, მადლობა უკავშირისთვის. გავაგრძელოთ ახლა მეგობრებო. ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო გარემოს მოკვლევა ხდება იმ კითხვარების საშუალებით, რომლებიც ახლა ივლისამდე უნდა შეივსოს, ხო? ამ ნაწილში რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი? თუ მაგალითად სკოლას მოსწავლეთა ფსიქოემოციური მხარდაჭერისთვის არ აქვს შემუშავებული პრევენციული ან ინტერვენციული მექანიზმები და მიდგომები, რომელთა საშუალებითაც მოხდება რიგი პრობლემების აღმოფხვრა, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს პრობლემაც აისახება, საჭიროება დაისახება და ფუნქციას ჩაიშლება ამ მიმართულებით. ძირითადად რაზე აქვს საუბარი? მაგალითად, ფსიქოემოციური მხარდაჭერისთვის სკოლაში სასკოლო გარემო უნდა იყოს კონფლიქტების და ბულინგის გარეშე. ხო ასია, ერთ მაგალითს მოვიყვან მოკლედ. თუ მაგალითად მე სკოლას არ მაქვს შემუშავებული პრევენციული და ინტერვენციული პოლიტიკა ამ კუთხით, ანუ არ ვახორციელებ ისეთი ტიპის პროექტებს, ღონისძიებებს, აქტივობებს, რომელიც ბულინგს, კონფლიქტებს აღმოფხვრიდა, მაშასადამე მე მჭირდება დახმარება და ასეთი საჭიროება თუ გიდგათ, რა თქმა უნდა, აი კონკრეტულად ეს ფუნქციაც შეიძლება გექნეთ დაკისრებული წამყვან თუ მენტორ მასწავლებელს.
გარდა ამისა, ფსიქოლოგიურ და ემოციურად უსაფრთხო გარემოს კუთხით, რამდენად აქვს სკოლა შემუშავებული და დანერგილი სკოლაში მოსწავლის სკოლაში თუ კლასში ადაპტაცია. ნახეთ, თუ მაგალითად ყველამ ვიცით, რომ ავტორიზაციისას სკოლის დოკუმენტაციას აუცილებლად ეძებენ ერთ დოკუმენტს, ეს არის ადაპტაციის მექანიზმი. თუ სკოლა რამდენად ახდენს ახალი მოსწავლის თუ ახალი მასწავლებლის ინტეგრაციის ხელშეწყობას, ადაპტაციის ხელშეწყობას საკლასო გარემოში თუ კლასში. ნახეთ, ეს გარდა იმისა, რომ გაწერილი უნდა გქონდეს მექანიზმი, ამის გარდა მიდგომებიც უნდა გქონდეს ჩამოყალიბებული. თუ მსგავსი მიდგომები არ გვექნება, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით საჭიროება გამოიკვეთება და თქვენი ფუნქცია ამ კუთხით იქნება განსახორციელების შესასრულებელი. აი, ესეც მართვა ადმინისტრების მიმართულებას ეკუთვნის, მეგობრებო. ეხლა გადავიდეთ სადამრიგებლო პროგრამაზე. სადამრიგებლო პროგრამაც მართვა ადმინისტრების მიმართულებას ეკუთვნის, იმიტომ რომ საკმაოდ კომპლექსური საკითხია, მოიცავს და მოიაზრებს, მეგობრებო, ურთიერთობას მასწავლებელთან, ურთიერთობას დირექციასთან, ურთიერთობას მშობელთან, ურთიერთობას მოსწავლესთან და აი რადგან ეს ესეთი კომპლექსური საკითხია, ამიტომ სადამრიგებლო მიმართულებას ძირითადად განეკუთვნება, რა თქმა უნდა, მართვა ადმინისტრების ნაწილს და აქ რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ნახეთ, საჭიროება სად შეიძლება გამოიკვეთოს და ფუნქცია როგორ შეიძლება ჩაიშალოს. ნახეთ, დამრიგებელს უნდა გქონდეს უზრუნველყოფილი კლასში ერთიანი მიდგომები, ანუ ქცევის თუ შეფასების მიმართულებით, ანუ უნდა იყოს მიუკერძოებელი, ხო? თუ მაგალითად გამოიკვეთა მშობლის კითხვარით, რომ აი ამა და ამ კლასის დამრიგებელი მაგალითად არის მიკერძოებული და აი ეს რამდენიმე მშობელმა და რამდენიმე მოსწავლემ ეს ასახა კითხვარში, რა თქმა უნდა, გამოიკვეთება საჭიროება, რომ ამა და ამ საფეხურზე დამრიგებლის ინსტიტუტი არის გასაძლიერებელი და კონკრეტულად განისაზღვრება საჭიროება, რომ დამრიგებელმა უზრუნველყოს კლასში ერთიანი მიდგომების დანერგვა. ნახეთ, გარდა ამისა, სადამრიგებლო პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს კლასის საჭიროებებს, ასევე დამრიგებლებს უნდა ქონდეს მუდმივი კომუნიკაცია მშობლებთან და მოსწავლის ძლიერ მხარეებთან, გამოწვევებთან დაკავშირებით უნდა უზიარებდეს ინფორმაციას და რეკომენდაციებს აძლევდეს და ამ მიმართულებითაც თუ გამოიკვეთა საჭიროება, კიდევ ვიმეორებ, მშობლის კითხვარს, მოსწავლის კითხვარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მას შესაბამე ფუნქციაც განისაზღვრება, რომ სადამრიგებლო მიმართულებაში რაღაც კონკრეტული ცვლილებებია საჭირო და რა თქმა უნდა, წამყვან მენტორი მასწავლებელი უნდა დავეხმაროთ ამ შემთხვევაში სადამრიგებლო ინსტიტუტს გაძლიერებაში, ხო? გარდა ამისა, მეგობრებო, დამრიგებლები უნდა ატარებდნენ სადამრიგებლოსაც, უნდა ატარებდნენ გარკვეულ ფორმალურ თუ არაფორმალურ ღონისძიებებს და თუ მსგავსი არ ტარდება სკოლაში, აქაც შეიძლება საჭიროება გამოვლინდეს და კი ბატონო, ფუნქციად გარდაიქმნას, რომელიც ფუნქციასაც მერე სექტემბერში გაგვინაწილებენ და დაგვაკისრებენ, რომ ამ ფუნქციის მიმართულებით უნდა მოვახდინოთ ამ პრობლემის აღმოფხვრა. აი, ეს არის მართვა ადმინისტრების მესამე მიმართულება. ეხლა მეოთხეზე გადავიდეთ, მართვა ადმინისტრების მიმართულებით, მეგობრებო, ასევე არაფორმალური განათლების აქტივობების დაგეგმა და განხორციელება არის. ნახეთ, არაფორმალური განათლების აქტივობების დაგეგმა განხორციელებაში, აი რა ფუნქციები შეიძლება დაგვეკისროს. მაგალითად, თუ არაფორმალური განათლების და კლასგარეში აქტივობების დაგეგმა ხდება სკოლაში და მაგრამ სპონტანურად, ნახეთ, არანაირად არ არის გათვალისწინებული მოსწავლეთა ინტერესები და ამას თქვათ უთითებს მშობელი, უთითებს მოსწავლე კითხვარში და თუ ეს მიუთითა მოსწავლემ და მშობელმა, მას შესაბამე გამოიკვეთება პრობლემა, რომ არაფორმალური განათლების აქტივობები დაიგეგმოს მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისად და ამ მიმართულებით გაიწერება ფუნქცია, რომელიც დაეკისრება კიდევ მეორე
ვალდებულების მქონე მასწავლებლებს თუ კარიერულ წისთვის მსურველ მასწავლებლებს. გარდა ამისა, კიდევ რა მოიაზრება არაფორმალურ განათლების მიმართულებაში? ის, რომ კლასგარეში აქტივობების ეფექტიანობის შესახებ ხმა არ ისმის? ჩემი ხმა ისმის? კარგით, მადლობა. ნახეთ, რაღაცას რო საუბრობენ, არის მისო მასწავლებელმა და ვიფიქრე, რომ არ გესმოდა ჩემი ხმა. დაბალია ხმა. კი, წდება ხმა და მერე ისე მოდი. მომენტალურად იკარგება უცბად ხმა. ეხება თქვენი ინტერნეტის ბრალი. ძალიან კარგი. მეგობრებო, ვისაც ხმის პრობლემა აქვს, ხანდახან რო შემოგძანდეთ შეხვედრაზე, რა ვიცი, მაგრამ ნუ გახვალთ, რა ვიცი, რო ვერ შემოხვიდეთ. კარგით, გავაგრძელებ ახლა მეგობრებო. მოკლედ სასკოლო საზოგადოების კმაყოფილების კვლევა სკოლაში უნდა ტარდებოდეს მონიტორინგის მიზნით. და აი სწორედ ამ საკითხსაც მოიცავს თქვენი კითხვარები. თუ მაგალითად გამოიკვეთა, რომ არაფორმალური განათლების კლასგარეში აქტივობების ეფექტიანობასთან დაკავშირებით სასკოლო საზოგადოება არ არის კმაყოფილი. ვთქვათ, ამ კონკრეტულ მიმართულებაში მასწავლებელმა თუ მოსწავლემ ასეთი რაღაცა ჩაწერა და გამოიკვეთა საჭიროება, ხო? მაშინ მონიტორინგის მიზნით სასკოლო საზოგადოების კმაყოფილების კვლევის ანალიზი დაგჭირდება, მეგობრებო. აქ უკვე კვლევაც ერთვება. ნახეთ, მართვა ადმინისტრებასთან ერთად მე კვლევაც დავაწერი აქ, იმიტომ რომ ნახეთ, თუ მე კითხვარების შედეგად მონაცემთა ანალიზმა მიჩვენა, რომ სასკოლო საზოგადოების კმაყოფილების კვლევა არ ტარდება, ხო? მაშასადამე მე უნდა ჩავატარო კვლევა და კვლევა ვის უნდა ჩავატარებიო, რა თქმა უნდა, წამყვანან მენტორ მასწავლებელს ამ მიმართულების ფარგლებში და აი ამ კითხვარის ასეთ პასუხზე მე განსაზღვრავ კონკრეტულ ფუნქციას კვლევის მიმართულებაში. რომ აუცილებელს ჩაატაროს სასკოლო საზოგადოების კმაყოფილების კვლევა არაფორმალურ განათლების კლასგარეში აქტივობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კვლევის შედეგები გამოიყენება არაფორმალურ განათლების თუ კლასგარეში აქტივობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და აქაც შეიძლება რომ ესეც კვლევის შედეგი, აი ეს ნაწილიც მარტო მართვა ადმინისტრების მიმართულებას კი არა, კვლევასაც მიუსადაგო და როგორ იცით, აი მაგალითისთვის კვლევის, ანუ წარმატებულ მენტორს შეუძლია აქ მენტორისთვის შეგვიძლია აქ ფუნქცია განსაზღვროთ, რომ კვლევის წარმატებული შედეგები მოიძიოს აი ამ სასკოლო საზოგადოების კმაყოფილების კვლევის და შემდეგ აი ამ კვლევის ანალიზების შედეგად გაუმჯობესებული არაფორმალური განათლების მიმართულებით გამოცდილება გააზიაროს სხვა სკოლებში. აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ ამასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. გარდა ამისა, მეგობრებო, მართვა ადმინისტრების ნაწილში მოსწავლეებისთვის სკოლა აორგანიზებს პროფესიული ორიენტაციის აქტივობებს და აფასებს მათ ეფექტიანობას. თუ გამოიკვეთა, რომ სკოლა არ აორგანიზებს პროფესიული ორიენტაციის აქტივობებს და მით უმეტეს შეიძლება აორგანიზებს, მაგრამ ვერ აფასებს მათ ეფექტიანობას, რამდენად შედეგის მომცემია ის, მაგალითად, მისი რა ქვია, მომავალი პროფესიის არჩევის კუთხით, მაშინ აი ამასაც საჭიროებად ესეც საჭიროება განისაზღვრება, შესაბამისი ფუნქცია დაფორმულირდება და შესაბამის სექტემბერში გაუნაწილდება მსგავსი ფუნქციაც წამყვანან მენტორ მასწავლებელს. გადავიდეთ, მეგობრებო, საკომუნიკაციო არხებზე. საკომუნიკაციო არხებზე წაღან გითხარით, რომ საკომუნიკაციო არხები ყველა მიმართულების სასკოლო საზოგადოების შიგნით ვრცელ ურთიერთკავშირს მოიაზრებს. ანუ ყველა რგოლს შორის ურთიერთკავშირს. და აქაც ნახეთ, არის ასეთი საჭიროება შეიძლება გამოიკვეთოს ამ კუთხით, რომ სასკოლო პროცესების შესახებ სასკოლო საზოგადოების წევრები ინფორმაციას იღებენ თუ არა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების და თვითონაც შეუძლიათ თუ არა, რომ თავიანთი მოსაზრებები გაუზიარონ სკოლას სხვადასხვა
საკომუნიკაციო საშუალებებით. ანუ აქვს თუ არა ამისი ამის შესაძლებლობა, რომ წერილობით მიწერონ სკოლას, ზეპირად კომუნიკაცია კონდეთ გარკვეულ დღეებში, შეხვედრები შეიძლება ტარდებოდეს სკოლაში და იქ მიიღონ ბევრ კითხვაზე პასუხი. აი, არის თუ არა მსგავსი საშუალება სკოლაში? თუ არ არის მსგავსი საშუალება სკოლაში, მაშასა და მართვა ადმინისტრების კუთხით ჩვენ დაგვჭირდება საჭიროების გამოკვეთა და ფუნქციის განსაზღვრა, რომ წამყვან მენტორმა რაღაცნაირად ეს პროცესი ნორმალურად დაგეგმოს და განახორციელოს. ასევე სკოლისთვის მიმართვის შემთხვევაში უკავშირი წინადადებით, როცა მიდის მშობელი იქნება, მოსწავლე იქნება, მასწავლებელი იქნება, იღებს თუ არა პასუხს ან უკავშირს. ნახეთ, აქაც თუ გამოვლინდა საჭიროება, რა თქმა უნდა, ეს პროცესიც ფუნქციებას ჩაიშლება. მართვა ადმინისტრების ნაწილში, რომელიც ასევე კვლევასაც მოიაზრებს და გეტყვით რატომ, ასევე პროფესიული განვითარების გეგმის მიმართულება შედის მეგობრებო. ეხლა რაც გვეუბნება ეს გეგმა, მოკლედ სკოლის თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისთვის აუცილებლად უნდა არსებობდეს სკოლაში თითოეულ თანამშრომელთან მიმართებით ინდივიდუალური გეგმა, პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმა, რომელიც აუცილებლად ესე კი არ იქნება მარტო გეგმა და მორჩა, არამედ ეს გეგმა დაფუძნებული იქნება საჭიროებებზე. და საჭიროების ანალიზზე დაყრდნობით იქნება შემუშავებული. კერძოდ რის მიხედვით ნახეთ, როგორ შეიძლება მე მასწავლებელმა მაგალითისთვის ჩემი ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმა შევიმუშაო. რა თქმა უნდა თვითშეფასებით, რა თქმა უნდა დირექციის დაკვირვებით, რა თქმა უნდა მოსწავლეთა შედეგების ანალიზის განხილვით და აი კოლეგის შეფასებით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუ კრიტიკული მეგობრის დახმარებით თუ ასე შემდეგ. ნახეთ, თუ მსგავსი გეგმები არ არის სკოლაში, მაშასადამე ამ მიმართულებით გარკვეული საჭიროება გამოვლინდება და ამ საჭიროებას ფუნქციაც ჩავშლი, რომ სექტემბერში რომელიმე წამყვან მენტორ მასწავლებელს განუსაზღვრო, რომ შემდეგ მან ეს კონკრეტული პრობლემა მოაგვაროს. და ამ მიმართულებით თავისი სამოქმედო გეგმა გაწეროს 1 წლის ვადაში შესასრულებლად. ეხლა გადავიდეთ შემდეგზე. ნახეთ, სკოლის მიერ შემუშავებულია თანამშრომელთა პროფესიული განვითარების გეგმა. ნახეთ, აქ უკვე საუბარია პირველ სტანდარტზე. იმიტომ რომ ნახეთ, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების გეგმა თუ შეიმუშავა სკოლამ, ეს გეგმა უნდა ჩადოს სკოლის 1 წლიან სამოქმედო გეგმაში. განსახორციელებლად უნდა დაუწესოს ვადები, განუსაზღვროს პასუხისმგებელი პირები და რა თქმა უნდა წლის განმავლობაში ეს პროფესიული განვითარების გეგმა უნდა განახორციელოს. ამიტომ თუ ეს სკოლაში არ არის მეგობრებო, არ ხორციელდება, მაშინ რა თქმა უნდა საჭიროება იკვეთება და ამ მიმართულებითაც დაგვჭირდება ფუნქციის განსაზღვრა. გარდა ამისა, რამდენად ხდება თანამშრომელთა ჩართვა მონაწილეობა პროფესიული განვითარების აქტივობებში? ხდება თუ არა პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, თუ როგორ ხდება, თუ საერთოდ არ ხდება. ნახეთ, აქაც შეიძლება პრობლემა გამოიკვეთოს და შემდეგ ფუნქცია შეიშალოს. ეხლა რაც შეეხება პერსონალის პროფესიული განვითარების სისტემას. ამ ნაწილში მეგობრებო, ბოდიშით, ამ ნაწილში დაგვჭირდება აქცენტის გაკეთება რაზე? სკოლის საკომუნიკაციო შიდა პლატფორმის გამოყენებით თუ ხდება მასწავლებლების მიერ ერთმანეთისთვის გაზიარება ინოვაციური მეთოდების თუ პრაქტიკის. ამ სკოლის საკომუნიკაციო შიდა პლატფორმაში იგულისხმება შიდა ქსელი, დახურული ჯგუფები, რომელსაც Facebook-ში, ასევე საგნობრივი ჯგუფების მიერ შექმნილი რაღაც ჯგუფები სოციალურ ქსელში, დრაივი და სხვადასხვა საშუალებები და აი იქ რამდენად ხდება მასწავლებლებს შორის ინოვაციური მეთოდების და პრაქტიკის ურთიერთგაზიარება. ნახეთ,
აი, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თუ გამოიკვეთა საჭიროება, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც უკვე წამყვან მომენტორმა სწავლებას დაჭირდება გარკვეული ფუნქციის აღება. ან ესწრებიან ერთმანეთის გაკვეთილებს, დირექცია ესწრებათ გაკვეთილზე მასწავლებლებს, ნუ რაღაც აი ნახეთ, ეს მთლიანად რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის ერთგვარი სისტემა, პოლიტიკა. ნახეთ, პერსონალის პროფესიული განვითარების პოლიტიკა, მეგობრებო. და აი ეს პოლიტიკა მიზანმიმართულად არის სრულყოფილი. მოიაზრებს ამ ყველაფერს, კი ბატონო, პლატფორმებზე ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას, საგნობრივ ჯგუფებში უზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას, ატარებენ სასწავლო შეხვედრებს, თუ ისე შეხვედრებს, სადაც ერთმანეთის გამოცდილებებს იზიარებენ. ან კიდევ ესწრებიან თუ არა ერთმანეთს გაკვეთილს, დირექცია ესწრება თუ არა და აფასებს თუ არა მათ. ან როცა დაესწრებიან ერთმანეთს გაკვეთილზე, ახდენენ თუ არა ერთმანეთის უკავშირის გათვალისწინებას, ან შემდეგ მეთოდურ დახმარებას. ან კიდევ ანუ რაღაცა მენტორინგი თუ არსებობს ამ სკოლაში, ახალი მასწავლებელს თუ განვიდა, ანუ მასწავლებელი, სხვა მასწავლებელი უწევს მენტორინგს და რაღაცა მსგავსი პრაქტიკები თუ არის სკოლაში მიზანმიმართულად. ნახეთ, ეს მიმართულება ამას აფასებს და თუ არ არის, რა თქმა უნდა, ამ კუთხით გამოიკვეთება საჭიროება, რომ სკოლაში გასაძლიერებდა განსავითარებელია პერსონალთა პროფესიული განვითარების სისტემა. და ამ მიმართულება, ამ საჭიროებიდან გამომდინარე, განისაზღვრება ფუნქცია მასწავლებლის, რომ პერსონალის პროფესიული განვითარების სისტემის უზრუნველყოფა. მაგალითად, ესეთი ფუნქცია შეიძლება განისაზღვროს. მოკლედ, მართვა ადმინისტრების მიმართულებაში ჩვენ დავფარეთ უკვე. მოდით ახლა გადავხედოთ, რომელი მიმართულებები ჩაიშალა მართვა ადმინისტრირებაში. დეტალურად ვისაუბრე მეგობრებო აქტივობებზე, რომლებიც საჭიროებებად შეიძლება გამოიკვეთოს და რომლის მიმართულებითაც წლის განმავლობაში მოუწიოს წამყვან მენტორმა სწავლებელს თავის სამოქმედო გეგმის შექმნა და განხორციელება. მაგრამ ნახეთ, აქ ერთი რაღაც მინდა კიდევ გითხრათ. კითხვარები ჩაშლილია 3 საფეხურის შესაბამისად, ხო? დაწყებითი საფეხური, საბაზო საფეხური და საშუალო საფეხური. შესაძლებელია ჩემს მიერ დასახელებული პრობლემა საჭიროებები გამოიკვეთოს მაგალითად მხოლოდ დაწყებით საფეხურზე. ან გამოიკვეთოს მხოლოდ საბაზოზე, ან გამოიკვეთოს მხოლოდ საშუალოზე. ნახეთ, ამ შემთხვევაში საჭიროებაც და შესაბამისი ფუნქციაც გაიწერება იმ კონკრეტულ საფეხურისთვის, რომელ საფეხურზეც გამოიკვეთა ესა თუ ის პრობლემა. ამიტომ აქ ეს საფეხურზე გამოკვეთილი პრობლემაც საჭიროება უფრო აკონკრეტებს, მეგობრებო, წამყვან მენტორი მასწავლებლის ფუნქციას და მის შესასრულებელს საქმიანობას და ესეც გავითვალისწინოთ აუცილებლად. მოდით ახლა გადავხედოთ მაინც მიმართულებები, რო კარგად ჩავშალოთ, რომელი მიმართულებები ეხება მართვა ადმინისტრებას და მე გადავიდე სწავლებაზე. მოკლედ, მართვა ადმინისტრებას ეხება სკოლის პირველი სტანდარტი ავტორიზაციის, სკოლის ფილოსოფია, სტრატეგიული მიზნების სასახვა სასწავლო პროცესში, ასევე ეხება ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო გარემო, ასევე ეხება სადამრიგებლო პროგრამა, ასევე არაფორმალური განათლების აქტივების დაგეგმვა და განხორციელება და ასევე ეხება საკომუნიკაციო არხები, პროფესიული განვითარების გეგმა და პერსონალის პროფესიული განვითარების სისტემა. აი ეს არის მართვა ადმინისტრების ნაწილი. ეხლა გადავიდეთ და უფრო ჩავშალოთ, უფრო დეტალურად ჩავშალოთ სწავლების მიმართულება. სწავლების მიმართულება ბოდიშით მეგობრებო, ნიშნება გარკვეული მიმართულებების შესაბამისად, რომელიც მე თქვენ წერან თავს დასაწყისში გაჩვენეთ და გავყვეთ ახლა ამას. პირველი მიმართულება სწავლებაში ეს არის მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების ასახვა სასწავლო გეგმასა და სასწავლო პროცესში. მოდით ახლა დეტალურად რას მოიაზრებს ეს ყველაფერი და რა საჭიროება შეიძლება გამოიკვეთოს დაწყებით, საბაზო
თუ საშუალო საფეხურზე, თუ სამივეზე ერთად. არ აქვს ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა, ვნახოთ რას გვაჩვენებს მონაცემთა ანალიზი კითხვების შევსების შემდეგ. ნახეთ, საგნის სასწავლო გეგმაში მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ასახული. და რა არის ეს მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა? ეს არის მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა, მოსწავლეთა არჩევანის შესაძლებლობა, მათ შესაძლებლობებზე, საჭიროებაზე, მზაობაზე მიმართული აქტივობები, მათი ინტერესების გათვალისწინება და მათი სწავლის ტემპის გათვალისწინება, ხო? და ასევე უნდა იყოს საგნის სასწავლო გეგმაში არა მარტო ცოდნის მიღების შესაძლებლობა, არამედ იმ უნარჩვევების განვითარების შესაძლებლობა, რაც ეროვნულ სასწავლო გეგმაში გვაქვს გაწერილი. ესენია, ეს ფუნქციურ-კომპონენტური უნარებია, ხო, მეგობრებო? ეს არის კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ასე შემდეგ. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური განათლების პრინციპები, მათ შორის ადაპტაციის ფორმები, სხვადასხვა საჭიროების, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, თუ დავალების ადაპტაცია, შეფასების ადაპტაცია, დამატებითი და ასე შემდეგ და ნახეთ, მოკლედ, ამას გვეუბნება სწავლების პირველი მიმართულება, რომ რამდენად არის საგნის სასწავლო გეგმაში ასახული ეს ყველაფერიო. ანუ, რა ყველაფერზეა საუბარი? იმაზეა საუბარი, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა გვავალდებულებს. და თუ არ არის ეს ყველაფერი ასახული სასწავლო გეგმაში, მას შესაძლოა ეს საჭიროებად გამოიკვეთება, ამ მიმართულებით მერე ფუნქცია განისაზღვრება და ერთ-ერთი ფუნქცია იქნება, რომელიც სექტემბერში რომელიმე მასწავლებელს გადაუნაწილდება. ახლა რაც შეეხება შემდეგი. სასწავლო აქტივობები და შეფასება, მეგობრებო, აუცილებლად უნდა იყოს ფუნქციური. ანუ რას ნიშნავს ეს? აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიურ ცხოვრებასთან, ამ ცხოვრებაში არსებულ პრობლემებთან თუ კონტექსტებთან. ნუ ფუნქციური ცოდნა, რომ გამოუმუშავდეს მოსწავლეს, ხო? აქედან გამომდინარე, თუ ესეთი, ანუ თუ კითხვის შედეგად გამოიკვეთება, რომ არ არის ასე, მას შესაძლოა გამოიკვეთება საჭიროება ამ მიმართულებით და განისაზღვრება კიდევაც ფუნქცია. გარდა ამისა, საშინაო დავალებები მოსწავლეებისთვის საინტერესო უნდა იყოს და უნდა ეხმარებოდეს მათ შემდგომი ახალი მასალის უკეთ გაგებაში, ხო? ერთგვარი ბმა უნდა იყოს ისეთი, რომ საშინაო დავალებიდან ახალი მასალის გაგებისთვის, შესაძლოა უფრო მაღალ დონეზე უნდა კონდეს მასწავლებლებს, რომ მოსწავლემ უკეთესად გააკეთოს ძველი თემის ახალთან ბმა, ხო? თუ ასეთი რამე არ არის, მას შესაძლოა ან ნაკლებად არის, ან ზოგჯერ არის, ან უმეტესად არ არის, ნუ როგორც შეფასება იქნება, ამის შესაბამისად გამოიკვეთება კიდევაც საჭიროება ამ მიმართულებით, მეგობრებო და თავისთავად შემდეგ ფუნქციად გარდაიქმნება. ეხლა გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი რაც გვეუბნება სასწავლო პროცესში გამოიყენება ციფრული ტექნოლოგიებიო და ნახეთ, ვინაიდან ეროვნული სასწავლო გეგმა გვავალდებულებს და უკვე ჩაწერილია ეროვნულ სასწავლო გეგმაში ციფრული კომპეტენციების განვითარება მიმართულად უნდა ხორციელდებოდეს ყველა კლასში. თავისთავად, როცა ასეთი დავალება მაქვს და ესეთი შეკვეთა მაქვს მთავრობისგან, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოვიყენო სასწავლო პროცესში ტექნოლოგიები, მაგრამ თუ მშობელმა თქვა, თუ მოსწავლემ თქვა, თუ მასწავლებელმა თქვა, თუ დირექციამ თქვა, რომ არ გამოიყენება, ნაკლებად გამოიყენება, მას შესაძლოა ამ მიმართულებით გამოიკვეთება საჭიროება, რომელიც საჭიროების კუთხითაც განისაზღვრება მასწავლებლის ფუნქცია. გარდა ამისა, მეგობრებო, აი კიდევ რა ნახეთ, სასწავლო პროცესში აუცილებლად უნდა იყოს მონიტორინგი. რას გულისხმობს მონიტორინგი? მონიტორინგი გულისხმობს, რომ გაკვეთილებ ნახეთ, მაგალითად მასწავლებელს უნდა რომ თავის გაკვეთილი გაიგოს როგორია, ოღონ უცხო თვალით უნდა თავისით კი ბატონო იცის, მაგრამ ამისთვის დაისწრო კოლეგა გაკვეთილზე. თავისთავად
კოლეგამ მერე უკავშირი გაუწია. მერე მასწავლებელმა გამოკითხა ბავშვები რამდენად გაიგეს ახალი მასალა. თქვა ან გაანალიზა მოსწავლეთა ნამუშევრები და ამითიც გაიგო რამდენად გასაგებია მისი გაკვეთილო პროცესი მოსწავლეებისთვის, ხო? ნახეთ, ამ შემთხვევაში თუ როცა ეს მონიტორინგი ხდება სასწავლო პროცესის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოლეგები ურთიერთშეთანხმებულად ასწავლიდნენ. ნახეთ, საგნობრივი ჯგუფები, ანუ კათედრები, იმიტომ მიზნობრივი და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ერთობლივი ურთიერთთანამშრომლობით მოახდინონ ამ პროცესების დაგეგმვა და განხორციელება, თუნდაც სასწავლო პროცესის მონიტორინგის დაგეგმვა და განხორციელება. ამიტომ ნახეთ, ერთ-ერთი კრიტერიუმი გვეუბნება, რომ უნდა აჩვენოს სასწავლო პროცესის მონიტორინგის შედეგებმა, რომ კოლეგები ურთიერთშეთანხმებულად ასწავლიან. თუ ამას აჩვენებს, რა თქმა უნდა, აქ საჭიროება აღარ გამოიკვეთება, მაგრამ თუ გამოჩნდება, რომ ურთიერთშეთანხმებულად კოლეგები არ ასწავლიან, მაშასადამე აქ საჭიროება გამოიკვეთება და ფუნქციურად დაეკისრება წამყვანან მენტორ მასწავლებლებს. ეხლა გადავიდეთ, მეგობრებო, ერთი წამით არაფერი გამოგჩეს, ხო? ეხლა გადავიდეთ მოსწავლეთა შეფასების, შედეგების და სასკოლო საზოგადოების წევრთა უკავშირის ასახვა სასწავლო გეგმის განვითარებისას, როგორ ხდება ან როგორ არ ხდება. ნახეთ, აქ ამ მიმართულებაში ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგადად ავტორიზაციის სტანდარტები მუდმივად აკეთებს აქცენტს, რომ სასკოლო საზოგადოება ყველა პროცესში უნდა იყოს ჩართული, მათი უკავშირის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს ნებისმიერი პროცესის დაგეგმვა და ამიტომ ამ ნაწილში მიმართულება სწავლებაში გვეუბნებიან, რომ მოსწავლეთა პროგრესის და საჭიროებების შესახებ მონაცემების შეგროვება უნდა ხდებოდეს, რისთვის? იმიტომ, რომ სასწავლო გეგმის განვითარება მოვახდინოთ შესაბამისად ამის საფუძველზე. ასევე ამ მოსწავლეთა პროგრესის და საჭიროებების შესახებ მონაცემების შეგროვება და მონაცემების გაანალიზება უნდა ხდებოდეს. რას გულისხმობს მაგალითად ეს შეგროვება, გაანალიზება? მაგალითად, რომელი სასწავლო მეთოდები, რომელი აქტივობები, რომელი რესურსები იყო ყველაზე ეფექტური სხვადასხვა თემის თუ საკითხის სწავლისას, რომელი არ იყო ეფექტური და ასე შემდეგ, ხო? ასეთი პროცესი თუ ხორციელდება სკოლაში, თუ ხორციელდება ხომ კარგი, თუ არ ხორციელდება, მაშასადამე ან ნაკლებად ხორციელდება, მაშასადამე ეს არის საჭიროება და ამ მიმართულებით ფუნქცია განესაზღვრება მასწავლებლებს, რომელმაც აირჩია მიმართულება სწავლება. შემდეგი, მაგალითად, რამდენად ხდება, მეგობრებო, სასწავლო გეგმის გაუმჯობესებისთვის მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების შედეგების, რომელ შედეგებზეა საუბარი? დავაკონკრეტები აქ, რომ შემაჯამებელი ნაშრომები, დავალებები და პროექტები შეიძლება, ნახეთ, ამ შემაჯამებელი ნაშრომების პროექტების მოსწავლის მიერ გაკეთებული სასწავლო პროექტების საფუძველზე და სასწავლო პროცესის ეფექტიანობის შეფასების შედეგების გამოყენება რამდენად ხდება სასწავლო გეგმის გაუმჯობესებისთვის. კი ბატონო, თუ ხდება ხომ კარგი, თუ არ ხდება საჭიროება და ფუნქციაც ჩაიშლება. ეხლა შემდეგი, სასწავლო გეგმის გაუმჯობესებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები თუ განიხილება, მეგობრებო, საგნობრივ ჯგუფებში. ნახეთ, რა რეკომენდაციებზეა საუბარი, გეტყვით ეხლა, რომ უფრო გასაგები იყოს თქვენთვის. ნახეთ, ამ რეკომენდაციებზე, რომლებითაც მოსწავლეთა ნამუშევრები რო შევაფასე და სასწავლო პროცესის ეფექტიანობა ამითი შევაფასე, ხო? ამის შემდეგ უკვე მე რაღაც გარკვეული მიგნებები ნახე, რომელიც გავითვალისწინე შემდეგ იმისთვის, რომ უბრალოდ გამოვიყენა იმისთვის, რომ რეკომენდაცია გამეცა თუ რა გამოიწვევს სასწავლო გეგმის გაუმჯობესებას.
ნახეთ თუ მე ეს რეკომენდაციები, რომელიც მე გავეცი, განიხილება საგნობრივ ჯგუფში, აი რასადაც ჩემ კოლეგებთან ერთად ვთქვი, რომ აი ეს გამოიწვევს სასწავლო გეგმის გაუმჯობესებას, ეს გამოიწვევს მათემატიკის კურიკულუმის განვითარებას, ხო? და მოსწავლეთა ინტერესებზე მიმართვას, ხო? თუ ჩემი აზრი განიხილება, გინდა საგნობრივ ჯგუფში, გინდა პედაგოგიურ საბჭოზე და შესაბამისად აისახება ეს რეკომენდაცია სასწავლო გეგმის განახლებულ, ანუ შემდგომი სასწავლო წლის ვერსიაში, მაშასადამე ძალიან კარგია თუ არა და მაშინ გამოიკვეთება საჭიროება და ფუნქციის ჩაგვეშლება, მეგობრებო. სასწავლო რესურსებით უზრუნველყოფაზე გადავედი. შემდეგი მიმართულება, როგორც გითხარით, კურიკულუმებში ვსაზღვრავთ თავდაპირველად სასწავლო რესურსებს და ნახეთ, სასწავლო რესურსების უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კი ბატონო, სახელმძღვანელო ერთ-ერთი რესურსია, აქ მინიჭებული, მაგრამ არსებობს კიდევ რაღაც დამხმარე რესურსი, ხო? და მე ვიყენებ ამ რესურსს, მაგრამ ნახეთ, სანამ მე ამ რესურსს გამოვიყენებ, მანამდე ვქმნი, ანუ მოსწავლეთა შესაძლებლობის, მოსწავლეზე ინტერესების შესაბამისად სკოლაში თუ არის შექმნილი სასწავლო რესურსების ბაზა, ამაზე აქვს საუბარი. ან ვიდეოები თუ შევქმენ, არის შექმნილი, ან ონლაინ პლატფორმები, ან ინტერაქტიული დავალებები თუ არის შექმნილი, ან პრეზენტაციები თუ არის შექმნილი, როგორც რესურსი, ან კიდევ მეგობრებო, ციფრული მასალები და საინტერესო მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის წარმოთვას უწყობს ეს ყველა რესურსი ხელს, ხო? და არის სკოლაში ეს რესურსი. ნახეთ, აქაც შემიძლია, რა თქმა უნდა, თუ არ არის საჭიროება გამოვკვეთო და ამ საჭიროების მიმართულებით განუსაზღვრო წამყვან მენტორ მასწავლებლის ფუნქცია, რომ რესურსების მიმართულებით იმუშაოს. რაც შეეხება სკოლის ბიბლიოთეკას, ნახეთ, სკოლის ბიბლიოთეკაც რესურსია სასწავლო და თავაზობს მოსწავლებს და თანამშრომლებს არა მარტო წიგნებს, არამედ საინტერესო აქტივობებს და ღონისძიებებს და არის ასე. თუ არ არის ასე, მაშინ ამ მიმართულებით უნდა გავწერო ფუნქცია და ფუნქციურად ერთ-ერთმა მასწავლებელმა სწავლების მიმართულებაში რესურსების უზრუნველყოფით, სასწავლო რესურსების უზრუნველყოფისთვის სკოლის ბიბლიოთეკის განახლება, გაუმჯობესება უნდა გააკეთოს, ხო, განახორციელოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. გარდა ამისა, მასწავლებლები თვითონ ქმნიან სასწავლო რესურსებს და მოსწავლეთა საჭიროებებს არგებენ, კი ბატონო, თუ ქმნიან, თუ არ ქმნიან, მაშინ ამ მიმართულებითაც ფუნქციის ჩაშლა მოგვიწევს, მეგობრებო, რომ ეს კონკრეტული პრობლემაც აღმოიფხვრას. გადავიდეთ ახლა მოსწავლეთა შეფასებაზე. ნახეთ, რესურსები ამოვწურეთ და ახლა მოსწავლეთა შეფასებაში რა იგულისხმება. ნახეთ, თუ მე მაგალითად როგორც წამყვან მასწავლებელს ჩემ ვალდებულებით ფუნქციად მაგალითად შემხვდა მოსწავლეთა შეფასების სრულყოფა. ნახეთ, რა სრულყოფაზე აქვს საუბარი, თუმცა მოსწავლეთა შეფასება კომპლექსური საკითხია და თავის სიღრმეებში ბევრ საკითხს მოიცავს. აი, რას მოიცავს მაინც და რა მიმართულებით შეიძლება მე შემხვდეს ფუნქცია. შეფასების კრიტერიუმებს და ინსტრუმენტებს აცნობენ მოსწავლეებს და მშობლებს. ნახეთ, სკოლაში არის ასე. ნამდვილად არის, ანუ შეფასების კრიტერიუმებს და ინსტრუმენტებს მოსწავლეს და მშობელს კი უნდა გავაცნოთ, მაგრამ ვაცნობთ. ან კიდევ მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმები შეესაბამება შეფასების მიზნებს. აქ რაზეა საუბარი? ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტის მისაღწევ შედეგს შეესაბამება მოსწავლის შეფასების კრიტერიუმი, ან მაგალითად საგნობრივი კუთხით, ან კიდევ მოსწავლის უნარჩვევების გაზომვა მინდა, რამდენად ეროვნული სასწავლო გეგმით და იმის რა ქვია დაკვეთილ უნარჩვევებზე გამყავს მოსწავლე, იმ უნარჩვევების გაზომვა რომ მოვინდომო, მე რამდენად გავიყვანე მოსწავლე. აი ესეთ შეფასების კრიტერიუმები შესაბამისია ამისი, რასაც მე შეფასების რუბრიკაში ვდებ. ნახეთ, ესეც შეიძლება მეგობრებო არ იყოს საჭიროება და ამ მიმართულებითაც ჩაიშალოს ფუნქცია.
ან კიდევ მოსწავლეთა შეფასებისთვის ხდება მრავალფეროვანი დავალებების და აქტივობების გამოყენება. ნახეთ, აქ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებზეა საუბარი, ასევე და ხდება თუ არა. ნახეთ, თუ არ ხდება, აქ ამის სრულყოფაც მომიწევს ფუნქციის, გარკვეული ფუნქციის საშუალებით, ხო? შესაბამისი ფუნქციის საშუალებით უფრო სწორად. გარდა ამისა, სკოლაში მოსწავლეთა შეფასების სისტემის ეფექტიანობა ხდება, ანუ ვერიფიკაციას თუ ვაწარმოებთ სკოლაში, ანუ რამდენად ვამოწმებთ შეფასებას და ასევე რესურსს. ნახეთ, შეიძლება რესურსის ვერიფიკაციას დაგვჭირდეს. ხო, და აი ნახეთ, მოწმდება თუ არა და ან რა პერიოდულობით და რა ფორმით მოწმდება და თუ არ ხდება სკოლაში, მაშინ ვერიფიკაციის მექანიზმის სრულყოფისთვის ფუნქციის გამოკვეთა დაგვჭირდება, რომელიც ფუნქციასაც წამყვანად მეტოქ მასწავლებელს შემდეგ განუსაზღვრავთ. გარდა ამისა, შემაჯამებელი სამუშაოს შემდეგ თუ ხდება მიღებული შედეგების გაანალიზება. ნახეთ, რატომღაც შემაჯამებელი სამუშაოს დიდ ყურადღებას არ აქცევენ ბევრი მასწავლებლები, არადა ეროვნულ-სასწავლო გეგმით ძალიან დიდი აქცენტია მასზე გადატანილი, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს ვამოწმებთ ამ დავალებების, ამ სამუშაოს საშუალებით, ხო? ამიტომ, მეგობრებო, აქაც ერთ-ერთ საჭიროებად შეიძლება გამოიკვეთოს შემაჯამებელი სამუშაოს შემდეგ მიღებულ შედეგებს ვაანალიზებ თუ არა. და თუ არ ვაანალიზებ, ამ შემთხვევაში ამ მიმართულებით მასწავლებელს ფუნქციად განესაზღვრება, რომ ამ კუთხით სრულყოს პროცესი და თავის კოლეგებს ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილებები გაუზიაროს. რაღაც თავის სამოქმედო გეგმაში, რასაც გაწერს, რა თქმა უნდა, იმ მიმართულებით. გარდა ამისა, მოსწავლეთა შეფასების ანალიზის საფუძველზე უნდა დაიგეგმოს, მეგობრებო, ინტერვენციული სამუშაოები. მაგალითად, მოსწავლე თუ მაგალითად ვერ იღებს ადეკვატურ შეფასებას, იმიტომ რომ სუსტი მხარეა მისი გარკვეული საკითხი, ამ შემთხვევაში როგორ ვიმუშაო ამ პრობლემურ საკითხზე, მეთოდი შევცვალო, მიზნობრივი რესურსი შევიტანო, რაღაც გეგმა შევიმუშაო ამ მოსწავლის პრობლემების აღმოსაყრელად თუ რა გავაკეთო. ხდება ასეთი რამე სკოლაში, ან ამ გარკვეულ დაწყებით საფეხურზე, საბაზოზე თუ საშუალოზე, გარკვეულ საგნებში ინტერვენციული სამუშაოები ხორციელდება მოსწავლის შეფასების ანალიზის საფუძველზე, რომ მისი შეფასება გავაუმჯობესოთ. ნახეთ, აქაც შეიძლება ფუნქცია დაგვეკისროს. გარდა ამისა, მეგობრებო, ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რაღაცა. სკოლას უნდა ჰქონდეს დიფერენცირებული დამატების დავალებების ბანკი. და ნახეთ, აქ ერთ-ერთი საჭიროება შეიძლება აქაც გამოვლინდეს, რომ თუ სკოლაზე არ აქვს დიფერენცირებული ან დამატების დავალებების ბანკი, რომელსაც მასწავლებლები იყენებენ შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ანუ გამომდინარე იქედან ვის რა დავალება ჭირდება, ვის რა შესაძლებლობა აქვს, ხო? ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აქ თუ არ აქვს სკოლას დიფერენცირებული დამატებით დავალებების ბანკი, ესეც შეიძლება საჭიროებად გამოვავლინოთ და შესაბამისი ფუნქცია განუსაზღვროთ მასწავლებელს, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ამ დიფერენცირებული დამატებით დავალებების ბანკის შექმნას. ასევე გაკვეთიზე უნდა იყოს გამოყენებული განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ტექნიკა, რათა მოსწავლეთა შედეგები დიაგნოსტირება სწორად განხორციელდეს და აი განმავითარებელი შეფასების გაკვეთიზე გამოყენება თუ არ არის ესეთი ხშირი და ზოგჯერ ხდება, ნაკლებად ხდება, მას შესაბამისად ამ კუთხითაც დაგვჭირდება გარკვეული ფუნქციების, მეგობრებო, განსაზღვრა ამ კუთხით. გარდა ამისა, კიდევ გვაქვს დიფერენცირებული დავალებების გარდა, ნახეთ,
საგაკვეთილო აქტივობების მორგება ხდება განმავითარებელი შეფასების შედეგებზე. ნახეთ, განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები რო შევიტანე და გამოვავლინე, რომ გარკვეული სხვადასხვა ტიპის შესაძლებლობები აქვს მოსწავლეებს და ან დროში ვერ ყვებიან ვერ მიყვებიან ჩემს აქტივობას და ამის საფუძველზე მე დავაკორექტირე ჩემი აქტივობები, რაც შევიტანე კლასში, ხო? ამას ვაკეთებ, საგაკვეთილო აქტივობების მორგებას ვახდენ, თუ არ ვახდენ, ამ მიმართულებითაც გარკვეული ფუნქციის დაკისრება მოგვიწევს გარკვეულ მასწავლებელზე, წამყვან მენტორზე, რომელიც კონკრეტულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, რომ ეს პროცესი მიზნობრივად განხორციელდეს სწავლასწავლების გაუმჯობესებისთვის, რა თქმა უნდა. ასევე განმავითარებელი კომენტარები, სიტყვიერი თუ წერილობითი, რამდენად ეხმარება მოსწავლეს საკუთარი შედეგის გააზრებაში. ნახეთ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ხმა მიბრუნდება, მეგობრებო, და ძალიან გთხოვთ მიკროფონი გათიშეთ რა. ძალიან გთხოვთ, ვისაც ჩართული გაქვთ მიკროფონები, გათიშეთ. ნახეთ, სიტყვიერი და წერილობითი უკავშირები, მეგობრებო, ძალიან კარგად ვიცით, განმავითარებელი შეფასების ძალიან კარგი კომპონენტი არის ინსტრუმენტი, მაგრამ ნახეთ, არის ეფექტური, არის მიზნობრივი, მოსწავლეს საკუთარი შედეგის გააზრებაში ხომ უნდა დაეხმაროს და ახდენს ამის რეალიზებას. აი ასეთ შემთხვევაში და შეიძლება ეს კონკრეტული საჭიროება გამოვლინდეს და ამ მიმართულებითაც დაგჭირდეს, რა თქმა უნდა, ფუნქციის განსაზღვრა. გადავიდეთ ახლა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაზე და მის მონიტორინგზე. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, როგორც ყველამ ვიცით, სპეციალური საგამოცდილებლად საჭიროებს მქონე მოსწავლისთვის მუშავდება და ეფუძნება, რა თქმა უნდა, დასკვნას, რომელსაც ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების და კონსულტირების სპეციალისტი აკეთებს დებს მოსწავლესთან მიმართებით, როცა მას აფასებს, ხო? და აი ეს გვეუბნება, რომ ეს კრიტერიუმი გვეუბნება, რომ არისო ეს სპეციალური საგამოცდილებლად საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შემუშავებულია ინდივიდუალური სასწავლო გეგმაო იმ დასკვნის საფუძველზე, რომელსაც სპეციალისტი დებსო. კი ბატონო, თუ შემუშავებულია, ძალიან კარგი, თუ არა და საჭიროებად იკვეთება, ხო? და ფუნქციად იშლება რა მიმართულებითაც. ნახეთ, ერთ რამესაც გეტყვით რა. ინდივიდუალური სასწავლო გეგმები ზოგ სკოლაში არ არსებობს. ეს რო ვთქვათ, რომ ახლა შეიძლება ყველა სკოლას ექნებაო, არა. შეიძლება სპეციალისტის დასკვნა ინდოს, მაგრამ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელსაც მასწავლებლები შეიმუშავებენ, არ არის. აქედან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია, რომ მსგავსი პრობლემა სკოლაში იყოს და შესაბამისი რეაგირება დაგჭირდეს ამ საჭიროების აღმოფხვისთვის. შემდეგი არის ის, რომ მასწავლებლები თანამშრომლობენ სპეციალისტებთან და მშობლებთან აკადემიური სირთულის მქონე მოსწავლეების პირველადი მართვის ან მოსწავლეთა პროგრესის საკითხებზე. ნახეთ, რა ხდება, თუ პირველ შემთხვევაში ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზეა საუბარი, მეორე შემთხვევაში სკოლა აქ რას იგაგება გჭირდება. ნახეთ, სანამ მოსწავლეს შევაფასებდეთ, ანუ შევაფასებინებდეთ სპეციალისტს, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების და კონსულტირების სპეციალისტს, მანამდე სკოლას ევალება, რომ პირველადი მართვის გეგმა შეიმუშაოს ამ მოსწავლის სწავლის სირთულების აღმოსაფხვრელად, ხო? და აი აქ ამაზეა საუბარი, მეგობრებო. თუ თანამშრომლობენ მასწავლებლები სპეციალისტებთან და მშობლებთან, რომ მსგავსი პრობლემების მქონე მოსწავლების პირველადი მართვის გეგმით მაგალითად ანუ იმუშაონ მასთან. ნახეთ, თუ არ მუშაობენ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ესეც საჭიროება. კიდევ სპეციალურ საგამოცდილებლად საჭიროების მქონე მოსწავლის შედეგების გაანალიზება თუ ხდება და გათვალისწინება სასწავლო პროცესში. ეს პროცესი ხორციელდება სპეცმასწავლების და მასწავლებლების ერთობლივი შეხვედრების, განხილვის შედეგებზე დაყრდნობით და თავისთავად თუ არ ხორციელდება, ესეც საჭიროებად იკვეთება და ფუნქციად დაგვეკისრება. გარდა ამისა, მეგობრებო, ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის შედეგები
გვაქვს, როცა შიდა მონიტორინგის დასკვნას რო ვდებთ და სამინისტროს რო უგზავნით მეგობრებო, სკოლის დირექტორებს მივმართავ. ამ შემთხვევაში ნახეთ ამის საფუძველზე, ამ დასკვნის საფუძველზე ჩვენ ვავითარებთ თუ არა ინკლუზიური განათლების მიმართულებას. ნახეთ, ვავითარებთ თუ არა ინკლუზიური განათლების მიმართულებას, ეს მარტივი ფრაზაა, მაგრამ ეს ვლინდება იმითი, რომ იმ დასკვნას ვითვალისწინებთ თუ არა შემდგომი ინკლუზიური განათლების გეგმის შემუშავებისას. ნახეთ, თუ არ ვითვალისწინებ, მას შესაძლოა ჩემი საჭიროებაა და აუცილებლად ამაში უნდა დამეხმაროს წამყვან მენტორი მასწავლებელი იმ ფუნქციით, რომელსაც განვსაზღვრავ. ეხლა სწავლებაზე რა დაგვრჩა კიდევ, მე მგონი მოვრჩით მეგობრებო და ეხლა მოდით გადავიდეთ და სწავლების მიმართულებები კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ რა ვქონდა. ნახეთ, გქონდა მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების ასახვა სასწავლო გეგმასა და სასწავლო პროცესში, როგორც მიმართულება, ასევე მოსწავლეთა შეფასების შედეგების და სასკოლო საზოგადოების წევრთა უკავშირის ასახვა სასწავლო გეგმის განვითარებისას, სასწავლო რესურსებით უზრუნველყოფა გქონდა მეგობრებო, და მოსწავლეთა შეფასება გქონდა ასევე სწავლების მიმართულებაში და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება და მისი მონიტორინგი გქონდა. აი ეს არის სწავლების მიმართულება. ეხლა მინდა რომ საჭიროება და ფუნქციები გაჩვენოთ, როგორ შეიძლება გარკვეულ, თუმცა მე მთლიანობაში ყველა მიმართულებასთან დაკავშირებით საუბრობდი ისე რომ კარგად დაგენახათ საჭიროება რა შეიძლება გამოიკვეთოს და რა ფუნქცია შეიძლება განისაზღვროს. მაგრამ ეხლა უფრო დაწერილია და თქვენს თვალი მიადევნეს და ერთბაშად შევაჯამოთ, მაშინ საბოლოოდ შევაჯამოთ უფრო სწორად, როგორ შეიძლება საჭიროება გამოიკვეთოს რა მიმართულებით და რა ფუნქცია შეიძლება განისაზღვროს. მოდით ეხლა მართვა ადმინისტრირების დავიწყებ და კვლევაზეც მინდა მე 1-2 სიტყვა ვთქვა. უფრო სწორად მოდით კვლევაზე ვიტყვი ჯერ კვლევის მიმართულება აქ არსად არ ჩანს, ხო? მე ჩავშალე მარტო სწავლება და მართვა ადმინისტრირება, მაგრამ კვლევა გაჩვენეთ, სადაც პირდაპირ ითხოვდა კვლევის საჭიროებას კონკრეტული ფუნქცია შეიძლება და ამ კუთხით ჩაშლილიყო კვლევის მიმართულებაში. მაგრამ ეხლა რა მინდა გითხრათ? ეხლა ჩვენ რაც გავიარეთ, მართვა ადმინისტრირების თუ სწავლების მიმართულებები, ყველა მიმართულებით შეიძლება ჩვენ აღმოჩენილი პრობლემების თუ საჭიროებების კუთხით გავშალოთ კვლევა. რა მიმართულებით, კვლევის ორი მაგალითი მაქვს მე და თქვენ რომ უფრო კარგად მიხვდეთ, იმ ორ მაგალითს წარმოგიდგენთ და უფრო კარგად მიხვდებით რა. აი ნახეთ, კვლევას ვერ ჩაუშლი მე ახლა როგორც მიმართულებები ჩაუშალე სწავლებას და მართვა ადმინისტრირებას, კვლევას ასე მე ვერ ჩაუშლი. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, კვლევის მიმართულების განხორციელებისთვის მთლიანად რაზეც ვისაუბრებ მართვა ადმინისტრირებას და სწავლებაზე, ყველა მიესადაგება მას. ამიტომ ნახეთ, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპეტენცია, რომელსაც ამ შემთხვევაში სკოლის დირექცია ფლობს, ან რესურს ცენტრი ფლობს, რომ კვლევის მიმართულებაში რა საჭიროება და ფუნქცია ჩადოს მიხვდეს. იმიტომ რომ აქ ცოტა მანევრირება გჭირდება იმისთვის, რომ კვლევაში რაღაც ფუნქციები გადავიტანოს და საჭიროებები განსაზღვროთ, რა თქმა უნდა. მოდით ჯერ მართვა ადმინისტრირების საჭიროება ფუნქციას გავშლით და მერე კვლევაზე რომ გადავალ, კიდევ განვავრცობ ამ თემას. მოკლედ საჭიროება მართვა ადმინისტრირების მიმართულებით მეგობრებო, სკოლაში მაგალითად სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განხორციელების მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის დანერგვაა საჭიროება, ვინაიდან ნახეთ მონიტორინგზე ვისაუბრეთ, როცა პირველად დავიწყეთ ხო მართვა ადმინისტრირებაში და ვთქვათ გამოვლინდა, რომ სკოლაში სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განხორციელების მონიტორინგის სისტემა არ არსებობს. ვთქვათ, გამოვლინდა ასეთი პრობლემა, ხო?
თუ პრობლემა გამოვლინდა, რომ ესეა, საჭიროება რა იქნება? საჭიროება იქნება სკოლაში სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განხორციელების მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, რომელიც დაეფუძნება მრავალფეროვანი მონაცემების რეგულარულ შეგროვებას, ანალიზს და გამოყენების გადაწყვეტილების მიღების პროცესს. მოკლედ, საჭიროება მაქვს და ეხლა მე მასწავლებლის ფუნქცია უნდა განსაზღვრო. მასწავლებლის ფუნქციის განსაზღვრისას ფორმულირებას არ აქვს ახლა ძირითადი მნიშვნელობა. თქვენ შეგიძლიათ ფორმულირება მაგალითად უზრუნვა ამ კუთხითაც გქონდეთ, ან უზრუნველყოს სიტყვა მოხსნას და ისე მაინც ფუნქცია იქნება. რა იქნება ამ შემთხვევაში მასწავლებლის ფუნქცია, როცა სკოლაში არ მაქვს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მონიტორინგის ეფექტიანი სისტემა. ფუნქცია იქნება მასწავლების, რომ უზრუნველყოს სკოლის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განხორციელების მონიტორინგის და შეფასების პროცესის ორგანიზება მრავალფეროვანი მონაცემების საფუძველზე. შეიმუშაოს მონიტორინგის ინდიკატორები და ინსტრუმენტები, სისტემატურად შეაგროვოს და გაანალიზოს მოსწავლეთა აკადემიური შედეგები, გამოკითხვის, დაკვირვების და სხვა შესაბამისი მონაცემები, მოამზადოს პერიოდული ანგარიშები და წარადგინოს რეკომენდაციები სკოლის განვითარების მიზნით. ნახეთ, მეგობრებო, ეს ფუნქცია, რომელიც მე გავწერე, არის საკმაოდ მიზნობრივი და მასწავლებელს აჩვენებს, რა გააკეთოს კონკრეტულად. ნახეთ, თუ სკოლები მსგავს ფუნქციებს გაწერთ, ეს ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ მასწავლებელმა გაიგოს ზუსტად რა უნდა გააკეთოს. ზოგმა სკოლამ შეიძლება გაწეროს მხოლოდ ასეთი ტიპის ფუნქცია, რომ უზრუნველყოს მასწავლებელმა სკოლის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განხორციელების მონიტორინგის სისტემის გამართვა და დანერგვა. ეს ძალიან კი ბატონო, იგებს მასწავლებელი რა უნდა გააკეთოს, მაგრამ მის შინაარსთა დატვირთვას ვერ იგებს, ხო? და აი ნახეთ, როცა მასწავლებელს ასეთი ტიპის ფუნქციას განუსაზღვრავს, მან უკვე კარგად იცის, რა საფეხურებს მიყვეს, რომ თავისი სამოქმედო გეგმა შეიმუშაოს მიზნობრივი და ზუსტად ის გააკეთოს, რაც სჭირდება სკოლას. ნახეთ, ეხლა მოდით გადავალ სწავლა-სწავლებაში და სწავლა-სწავლებაში ვთქვათ, გამოიკვეთა მეგობრებო, რომ მასწავლებლები იშვიათად ქმნიან სასწავლო რესურსებს და არგებენ მოსწავლეების საჭიროებას. ანუ იშვიათად აკეთებენ ამას მასწავლებლებიო, სასწავლო რესურსებსაც იშვიათად ქმნიან და იშვიათადაც არგებენ მოსწავლეების საჭიროებას. ეს რა თქმა უნდა გარდაქმნათ საჭიროებად და რა იქნება საჭიროება? საჭიროება იქნება, რომ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული დამატებითი რესურსების შერჩევა გამოყენება. აი ეს იქნება საჭიროება. ნახეთ, აქ შექმნასაც დავამატებდი ისე, ხა რომ ვკითხულობ, შეიძლება ესე გამოვცო, რომ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული დამატებითი რესურსების შექმნა, შერჩევა, გამოყენება. ნახეთ, ეს იქნება საჭიროება. ეხლა როგორ შეიძლება მასწავლებელს ფუნქცია განუსაზღვრო? სასწავლო პროცესში სასწავლო მიზნების და მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისი დამატებითი რესურსების შერჩევა, შექმნა, ეფექტიანი გამოყენება და მათი შედეგიანობის შეფასება. ნახეთ, რატო ვაკეთებ ამას, რომ მათ შედეგიანობის შეფასებასაც ვთხოვ ფუნქციაში მასწავლებას. ნახეთ, იმიტომ მეგობრებო, რომ ნახეთ, რომ კი ბატონო იმუშავა მასწავლებელმა სასწავლო სამოქმედო გეგმა გაწერა 1 წლისთვის, მთელი წელი იმუშავა ამ საკითხზე, მაგრამ თუ არ შეფასდა ბოლოს, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა ეს რესურსები მოსწავლეთა სასწავლო მიზნების მიღწევისთვის და მოსწავლეთა საჭიროების და ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, ეს თუ არ გავიგე შემფასებელმა კომისიამ, ისე მასწავლებელს როგორ მივანიჭავ, ან არ მივანიჭავ შემდეგი სტატუსი, წამყვანი თუ მენტორის, ხო? ამიტომ მეგობრებო, სკოლის მიერ და რესურს ცენტრის მიერ განსაზღვრულ საჭიროებას და ფუნქციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რამდენად მიზანმიმართულად წარიმართება ეს პროცესი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს პროცესი
მართლა დილემად კი არ უქციოთ მასწავლებლებს, რომელიც ვერ გაიგებს, რას ვთხოვთ, ხო? არამედ გასაგებად კონკრეტულად ჩავუშალოთ, რა საჭიროება მაქვს და რა ფუნქციას ვაკისრებ, რომ იმ ფუნქციით მან ეს საჭიროება და ეს პრობლემა აღმომიფხვრას. ეხლა გადავიდეთ კვლევაზე, ისევ სწავლებაში მაქვს ერთი ნიმუში. ჯერ მოკლედ გამოიკვეთა ვთქვათ, რომ სასწავლო პროცესში ნაკლებად გამოიყენება ციფრული ტექნოლოგიები, ხო? საჭიროება რა იქნება? საჭიროება იქნება სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენების პრაქტიკის დანერგვა და განვითარება. ანუ საჭიროება მაქვს ეს სკოლაში და მასწავლებლებს რა ფუნქცია განუსაზღვრო. სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირების კოორდინაცია დავავალო, რომ დაგეგმოს და ორგანიზება პედაგოგთა მხარდაჭერასა და პროფესიული განვითარების, ანუ დაგეგმოს და განახორციელოს, მეგობრებო, აქ ცოტა ამრევია. ბოდიშით, მოკლედ დაგეგმოს, განახორციელოს, ორგანიზება გაუწიოს ისე რა ქვია, პროფესიულ განვითარებას ციფრული რესურსების გამოყენების მიმართულებით. ასევე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკის მონიტორინგი განახორციელოს, შედეგები გაანალიზოს და რეკომენდაციები შეიმუშაოს სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. აი ესეც ასეთ ჩაშლილი არის, რომელიც მიზნობრივად ავალებს მასწავლებელს, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიები ეფექტიანად იყოს გამოყენებული. მეგობრებო, გადავიდეთ ახლა კვლევაზე, როგორც დაგპირდით კვლევასთან მიმართებით. ჩვენ დაგვჭირდება მანევრირება იმ წინა ორ მიმართულებაში, რაზეც წეგანაც გითხარით. მაგალითად, მოდით ისევ, რადგან ციფრულ ტექნოლოგიებში ვართ, მოდით აქ კვლევა როგორ გავაკეთოთ. სასწავლო პროცესში ნაკლებად გამოიყენება ციფრული ტექნოლოგიები, ხო, ეს გამოიკვეთა და საჭიროებაც მაქვს, რომ სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენების პრაქტიკა დაინერგოს და განვითარდეს სკოლაში. ამ შემთხვევაში მასწავლებელს რა ფუნქციას განუსაზღვრავ? მასწავლებელს განუსაზღვრავ ფუნქციას, რომ დაგეგმოს და განახორციელოს საგანმანათლებლო კვლევა თემაზე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გავლენა სწავლების პროცესის ხარისხსა და მოსწავლეთა ჩართულობაზე. ნახეთ, ამ კუთხით უნდა განახორციელოს კვლევა. შეიმუშაოს კვლევის ინსტრუმენტები, შეაგროვოს და გაანალიზოს მონაცემები, მოამზადოს კვლევის ანგარიში, წარადგინოს დასკვნები და რეკომენდაციები და ხელი შეუწყოს კვლევის შედეგების სასწავლო პრაქტიკაში დანერგვას. ანუ ის მიზანი, რასაც სამინისტრო სქემის საშუალებით აკეთებს ამ შემთხვევაში კვლევის მიმართულებაში, არის სწორედ ეს, მეგობრებო, რომ ჩვენ არა მარტო ვიკვლიოთ რაღაც საკითხი, არამედ კვლევის შედეგები პრაქტიკაში დავნერგოთ. და თავისთავად აქ უკვე მე ჩაგიშალეს დეტალურად, რომ უფრო კარგად მეჩვენებინა, რას მოიაზრებს მაგალითად ეს კვლევა, რომ იცოდეთ კვლევას ვინც აირჩევს, რა პროცესებს უნდა მიყვეს. პირველ რიგში ამ შემთხვევაში დაჭირდება შეისწავლოს, რამდენად იყენებენ მასწავლებლები ციფრულ ტექნოლოგიებს, სიხშირის გაზომვა დაჭირდება, გამოავლინოს გამოყენების ხელშემწყობი და შემაფერხებელი ფაქტორები, იქნება და ტექნიკურად არა აქვთ ცდომა, ხო? რა ფაქტორი უშლით ხელს, რომ გამოიყენონ, ასევე შეაფასოს გავლენა მოსწავლეთა მოტივაციას და აკადემიურ შედეგებზე ამ ციფრული რესურსი ტექნოლოგიების და შეიმუშაოს რეკომენდაციები ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანი ინტეგრაციისთვის. აი ესე ვალდებულება კვლევის ფარგლებში კონკრეტულად მეგობრებო მასწავლებელს. ეხლა კვლევის ხო, კი ბატონო, კვლევასთან დაკავშირებითაც გავიარეს და ეხლა გადავიდეთ, მოდით ძალიან ბევრი ინფორმაცია იყო. თუმცა იმედია, რომ გასაგები იყო. ამასთან დაკავშირებით მე კითხვებს ვისთვის რომ მოგცემს დროს ამაზე მაშინ გავშალოთ საუბარი. ეხლა მანამდე კარიერული წინსვლისთვის ვინცაც უნდა მეგობრებო სქემის გამოყენება, მოდით ამაზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას, რომ არ დამრჩეს ის ადამიანები უყურადღებოდ, თუმცა ამაზე ვთქვით მეგობრებო, რომ ამ წუთას არ არის საუბარი კარიერული წინსვლის მქონე
მსურველ მასწავლებლებზე, ამ წუთას არის ვალდებულების მქონე მასწავლებლებზე საუბარი, ვინაიდან მათი პროცესი დაეძრა. ამ ეტაპზე დანარჩენები არ ერთვებიან, თუმცა სექტემბერში, როცა მოხდება წამყვან მეტორი მასწავლებლებისთვის ფუნქციების გადანაწილება და მორჩება გარკვეული ფუნქციები, ამის შემდეგ შეუძლია წამყვან მეტორი სტატუსის მსურველ მასწავლებლებს რომ ჩაერთონ პროცესში და რა თქმა უნდა ამ პროცესში ჩართვისთვის მათ უნდა გააკეთონ განაცხადი ელექტრონულ სისტემაში იმ მიმართულებით რაც სურთ. ამ განაცხადში უნდა გაწერონ რომ მაგალითად სწავლასწავლის მიმართულებით მინდა კარიერული წინსვლაო. განაცხადთან ერთად მასწავლებელმა ოღონდ ხედვა უნდა წარადგინოს თავისი, თუ აი მაგალითად სწავლასწავლების მიმართულებით როგორ ფიქრობს მაგალითად სწავლასწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ან როგორ ფიქრობს საკუთარ პრაქტიკის მიმართულებით. და სპეციალური კომისია, მეგობრებო, რომელიც ჯერ არ შექმნილა სკოლებში, ამ ეტაპზე მინისტრის მიერ არ არის ჩამოყალიბებული, არ არის შემუშავებული და დამტკიცებული მინისტრის მიერ სპეციალური კომისიის ვალდებულებები, მისი სამუშაო სპეციფიკა, ამიტომ ამ ეტაპზე სკოლები ბრძანებებს არ წერენ სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ, ველოდებით მინისტრის დამტკიცებულ რეგულაციას, რაც შეეხება სპეციალურ კომისიას, რა ვალდებულებები აკისრია, ესე მშრალად რო ვთქვათ, რაც სქემის დოკუმენტში არის, კომისია, მეგობრებო, ამ შემთხვევაში კარიერული წინსვლის მსურველი მასწავლებლის განაცხადს, რომელსაც ის ელექტრონულ სისტემაში ატვირთავს თავის ხედვასთან ერთად, განიხილავს, აფასებს, რამდენად შეესაბამება ეს ხედვა ამ მიმართულების შესაბამის საქმიანობებს და ამის მიხედვით აფასებს წარმოდგენილ განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას დაუკმაყოფილდეს თუ არა განაცხადი კარიერული წინსვლის მსურველ მასწავლებლებს თუ არ დაუკმაყოფილდეს. აი ამასთან დაკავშირებით იღებს კომისია გადაწყვეტილებას. თუ კომისია მასწავლებელს უფლებას მისცემს, რომ შეასრულოს არჩეული მიმართულების შესაბამისი ფუნქცია 1 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, კარიერული წინსვლის მსურველი მასწავლებელი ადგენს სამოქმედო გეგმას, რა მიმართულებითაც ის შემდეგ განახორციელებს თავის საქმიანობას, მაგრამ ამ სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან ერთად ის აუცილებლად ესწრება ტრენინგებს, სპეციალურ კურსს, რომელიც იმ მიმართულების შესაბამისად ჩატარდება მასწავლებლის სახლის მიერ, რომელ მიმართულებაც აირჩია კარიერული წინსვლის მსურველმა მასწავლებელმა. ეს იქნება სწავლასწავლება, მართვა, ადმინისტრირება თუ კვლევა. საბოლოო შეფასებაზე გადავიდეთ, ეხლა მაინც ვარ დავტოვოთ ეს პროცესი. საბოლოო შეფასება ხდება, მეგობრებო, 1 წლის შემდეგ, ანუ როცა ვალდებულების მქონე მასწავლებელი თუ კარიერული წინსვლის მქონე მასწავლებელი განახორციელებს მის მიერ არჩეული მიმართულების შესაბამისად დაგეგმილ სამოქმედო გეგმას, ამის შემდეგ ამ გეგმის სამოქმედო გეგმას განხორციელების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, შედეგებს, გაანალიზებულს ამ ყველაფერს ამოწმებს კომისია და იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, რომ საქმიანობა ვალდებულების მქონე შეუფასდეს დადებითად, ხოლო კარიერული წინსვლის მქონეს წარადგენს სტატუსის ცვლილებაზე და ანიჭებს ამითი, რა თქმა უნდა, ვალდებულების შესრულებას შემდგომ ეტაპზე. და შეიძლება ასევე უარიც მიუვიდეს მასწავლებელს. მოკლედ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. თეატრალური შეხვედრა, როგორც დაანონსებული იყო, მოიცავს მასწავლებლის სქემასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლებთან დაკავშირებითაც უამრავი კითხვა შემოდის. მე პირადად თუ ადევნებს თვალს სკოლის დირექტორების პლატფორმას, კითხვებზე პასუხის რუბრიკა გამოვაქვეყნეთ, სადაც თქვენს მიერ შემოსული ბევრი კითხვა იყო და მათზე გავეცით პასუხები, თუმცა ეხლა ბოლოს, მეგობრებო, აი რომ დაიწყო მიმართულებების არჩევა, ამ კუთხის ძალიან უფრო მეტი კითხვა შემოვიდა.
და ვინაიდან ეს შინაარსობრივი მხარეა და თავისთავად რუბრიკის და ეს Facebook ანუ ჩვენს გვერდზე გამოქვეყნებული კითხვა-პასუხის რეჟიმში ამას ვერ მოგაწვდიდით, ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე, რომ სანამ დასრულდება მიმართულებების არჩევის ვადა, რომელიც განსაზღვრული არის 7 ივლისის ჩათვლით, თქვენთვის მომეწოდებინა გარკვეული ინფორმაცია, რათა უფრო გარკვეული იყოს თქვენთვის რა მიმართულებას ირჩევთ, რა უნდა გააკეთოთ იმ მიმართულების ქვეშ, რომელსაც არჩევთ და უფრო იყოს თქვენს თავში დარწმუნებული. ნახეთ, ამ მიმართულებით დავგეგმე თქვენთვის გარკვეული პრეზენტაცია გავმართე, რომელიც ფარგლებშიდაც მინდა რომ გარკვეული